მე ვარ პაატა გაჯარავა. დავიბადე ქალაქ სოხუმში 1959 წელს. დავამთავრე სოხუმის პირველი საშუალო სკოლა 76 წელში. შემდეგ სწავლობდი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დავამთავრე აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. შემდეგ მუშაობდი დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში, ასევე საქართველოში. ესეა ჩემი მოკლე ბიოგრაფია. ცხოვრობდი სოხუმში ცხოვრობდით ლენინის ქუჩა 16, მასწავლებელთა სახლი მეორე სართულზე. ეგ იყო. შემდეგ პერიოდი ცხოვრობდი რუსეთში, მოსკოვში და 90-იანი წლებიდან მაშინვე ცხოვრობ თბილისში. მამაჩემი კიმი დოროთეზე კაჭარავა იყო 1969 წლიდან სიკვდილამდე 1993 წლამდე სოხუმის მეორე საშუალო სკოლის დირექტორი. ეს სკოლა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ფილარმონიის გვერდზე, ალბათ ცნობილია თქვენთვის. ომის პერიოდი იყო საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი და მრავალჯერ იყო სოხუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატი. ხელმძღვანელობდა არასრულწლოვან ბავშვთა კომისიას წლების განმავლობაში. მანამდეც მუშაობს, ანუ სკოლის დირექტორი გახდებოდა, მანამდე იყო საღამოს სკოლის დირექტორი სოხუმში, მანამდე იყო მასწავლებელი სხვადასხვა სოხუმის სკოლებში. 93 წლის ზაფხულში ჩემი ოჯახი, ანუ დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა და მისი მეუღლე და ქალიშვილი, ორი ქალიშვილი იმყოფებოდნენ გულირიფში, სადაც ჩვენ ქონდა სახლი, რომელიც დაგვიტოვა მამაჩემის მამამ, დოროთე კაჭარავამ 80-იანი წლების დასაწყისში. ეს იყო ქვემო გულირიფში, ქუჩა იყო ცხაგაის ქუჩა. თუ არ ვცდები, მე-9 სახლი იყო, ნომერი არ მახსოვს ზუსტად. ვინაიდან სოხუმი იბომბებოდა, ჩვენი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან ჩემი ოჯახის წევრები გადასული იყვნენ გულირიფში შედარებით უსაფრთხო ადგილას. სოხუმის დაცემის შემდეგ გულირიფში, აი ამ ქუჩაზე შემოვიდნენ სხვადასხვა რაზმის წარმოადგენლები. ძირითადად იყვნენ სლავური წარმოშობის ადამიანები. ესენი აწარმოებდნენ მაროდიორობას. ანუ პრაქტიკულად იქ დარჩენილი მაცხოვრებლების ოჯახიდან გამაქონდათ რაც კი შესაძლებელი იყო ყველაფერი. რაც კი იყო შესაძლებელი. ანუ დაახლოებით 5 ოქტომბრისთვის ის რა ამბავსაც მე ახლა გიყვებით ჩემი დედის ჩემი დედა ვენერა მიშველაძის მონაყოლით. ვინაიდან ჩემი ძმა ადრე გადმოვიდა თავის მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად, ადრე იყო გამოსული, ანუ გემით გამოვიდა სოხუმიდან ფოთში. რამდენიმე დღით ადრე. აი ეს ცნობილი გემები რომ გამოვიდნენ იმით. იყვნენ მოსული ჩვენთანაც ოჯახში დედაჩემის ამბობით რამდენჯერმე და შესაძლების ყველაფერი გაიტანეს. ბოლო დღეები, როგორც დედაჩემი ყვებოდა, არც საჭმელი იყო დარჩენილი და არც თეფში და არც ჭიქა და არც შანგალი. აი ესე იყვნენ ოჯახში. იმ საღამოს 6 ოქტომბერს პირველ სართულზე იმყოფებოდნენ ორივე დედა და მამა. შემოვიდნენ 3 კაცი, 3-ვე იყო სლავური წარმოშობის. ნასვამები, ძალიან ნასვამები, როგორც დედა ყვება და იკითხეს ცხოვრობს თუ არა ამ სახლში კიმი დოროთეზე გაჭარავა. მამაჩემმა უთხრა რომ ეს მე ვარო. მას თხოვეს წარმოედგინა თავისი პასპორტი, რაც მამაჩემმა წარმოადგინა, დედაჩემსაც მოსთხოვეს პასპორტი, ორივემ წარმოადგინა, მას შემოსულებმა მოითხოვეს რომ გავიდეთ გარეთ, რაღაც სალაპარაკო გვაქვს. ნუ კარები გააღეს და როდესაც მიდიოდნენ გზაში, წინ
ვინც მიდიოდა წინ ის უცებ მოტრიალდა და ესრულა მამაშენს თავში. დედაჩემი როდესაც დედაჩემმა დაკარგა გონება, როცა გამოფხიზდა, იწვა მამაჩემის გვერდით, იყო სულ სისხლში, მამაჩემი იყო გარდაცვლილი. ის პასპორტი სისხლიანი ეკავა ხელში. დედაჩემიც იყო გვერდზე. მეზობლები არავინ არ იყო. ეს მაშინ მარტო მოხუცები იყვნენ დარჩენილები. უნდა ვთქვა, რომ იქ დაახლოებით 100 მეტროს ფარგლებში ცხოვრობდა მამიდაჩემი ნათელა კაჭარავა, ასევე მასწავლებელი აგუძერის საშუალო სკოლაში და მისი მეუღლე ტიტიკო მამულია. მათ გაიგონეს ეს ხმა სროლის, დედაჩემის კივილის ხმა და მოვიდნენ, იფიქრეს რაღაცა მოხდა, მოვიდნენ და აი ესეც მათ გამოაფხიზდეს პრაქტიკულად დედაჩემი მოიყვანეს გონს ამ სიტუაციაში. აი ეს იყო მთელი ეს ამბავი, სასტრაფოდ იმავე საღამოს მამაჩემი დამარხეს. სად არის დასაფლავებული? დასაფლავებული არის იქვე, ადგილი სასაფლაოზე არ არის, სასაფლაოსთან ახლოსაა დასაფლავებული. ასეთი ამბავი მოხდა ტრაგიკული. რატომ არ გამოვიდნენ? მამაჩემი იყო ღრმად დარწმუნებული, რომ მისი ღვაწლი შრომა, იმიტომ მთელი თაობები ყავდა გაზრდილი, მათ შორის ძალიან ბევრი აფხაზეთის იმდროინდელი ლიდერები, ხა მე რამდენადაც მახსოვს, ავიძბა იყო ასეთი, რომელიც მერე მოკლეს და ხშირად გამოდის ტელევიზორში, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო თუ რა ის შამბა. იყვნენ მეორე საშუალო სკოლის ასევე ძალიან კარგი მეორე სკოლასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა სერგეი ბაგაბშთან, ავის დათოფილიასთან ესენი და ძალიან ბევრთან აფხაზებთან, მაგრამ ესენი იმდენი არ იყვნენ მაშინ სოხუმში, ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, ასე გვეგონა მაშინ, ასე ეგონათ მათ და ფიქრობდა, იყო ომის მონაწილე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, იყო ინვალიდი, ფრინავი იყო, ინვალიდი იყო მეორე მსოფლიო ომის. ფიქრობდა, რომ მას ხელს ვერავინ არაფერი არ მოხდებოდა, არ ქონდა წარმოდგენილი, რომ ასეთი ამბავი მოხდებოდა. ალბათ კარგადაც არ იცოდნენ ის, რაც რამდენიმე თვით ადრე მოხდა გაგრაში, ზოგს ჯეროდა, ზოგს არ ჯეროდა, ეს დღეს ვიცით ჩვენ ყველაფერი, მაგრამ აფხაზეთში მაინც ბევრი წმენა არ იყო, ბევრს არ ჯეროდა, რომ ასეთი ამბები მოხდა. მართალია შიში იყო, რომ რაღაცა მოხდებოდა, უბედურება, მაგრამ ამ თაობის ხალხს, რომელიც 66 წლის იყო მაშინ, 77-ში იყო, დედაჩემი იყო 63 წლის მაშინ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ არაფერი არ მოხდებოდა. ვერ დავაჯერეთ ვერც მე, რომელიც მაშინ თბილისში ვიყავი და ცხოვრობდი მაგ დროს და ვერ ჩემმა ძმამ, რომელიც ძალიან თხოვდა გამოსვლას. კატეგორიული წინამდებები იყვნენ გამოსვლის. აი ესეთი იყო ისტორია, რატო არ წამოვიდა მამა. აი ეს რუსები, ანუ თუ როგორც ვწავლეთ, სლავური წარმოშობის ადამიანები, რომლებიც ჩაიდინეს ეს საზღვარი კულელობა. როგორ ფიქრობთ? მათი ქმედების მოტივი რა იყო? მინდა ხაზი გაუსვა, რომ ისინი, ვინც წინა დღეებში მაროდიორობდნენ, ანუ გაქონდათ სახლებიდან, რაც იყო ქონება, ავეჯი, სულ სხვა ხალხი იყო. მათ შორის იყვნენ სომხებიც, მათ შორის იყვნენ აფხაზებიც, მათ შორის იყვნენ სლავებიც, სხვადასხვა ხალხი იყო. ისინი კოლელობაზე უფრო მაროდიორობდნენ. ანუ უფრო მიზანმიმართულად მათი ამოცანა იყო ქონების გადანა. ამბობდნენ, რომ ზოგი გაგრიდანა ვართო, ზოგი წინადღების ამბობს, ზოგი გაგრიდანაბობდა, ზოგი სოხუმელები არავინ არ იყო და გულირიფშელები არავინ არ იყო. გულირიფში საერთოდ აფხაზები რამდენიმე ათეული ოჯახი იყო, რამდენადაც მე ვიცი. ესენი რომ იყვნენ, უფრო გავდნენ, როგორც დედაჩემმა თქვა, უფრო გავდნენ, უფრო მომზადებულ მეომრებს ფიზიკურადად ისეთები იყვნენ,
და ან ნარკოტიკული ნივთიერების გავლენის ქვეშ იყვნენ, ან იყვნენ თვალები, ანუ ალკოჰოლის გავლენის ქვეშ იყვნენ. აშკარად ეთყობოდათ, რომ ძლიერი გავლენის ქვეშ იყო ან ნარკოტიკული, ან ალკოჰოლური სასმელების გავლენის ქვეშ. უფრო მომზადებული იყვნენ ფიზიკურად. ჩემი აზრით, ესენი უფრო მიზანმიმართულად ასე ეძებდნენ, იმიტომ რომ სია ჰქონდათ ვინ ეწერა ამ სირაჯს დედამარიჩის, მაგრამ მოიკითხეს, დააზუსტეს და ისე გაიყვანეს. ანუ უცხო კაცი არ გაუყვანია. რაღაც სია ჰქონდა, რომელთაც მოიკითხა გვარის სახელი, დააზუსტა საპასპორტო მონაცემები, გადახედა, შეხედა, გაიყვანა. აი ეს არის ეს. და არც არაფერი უსაუბრია, გაიყვანა, ასე იცლებიან დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ხედავთ, სხვა არაფერი არ მიაყო ჯერ. არა, არაფერი არ მიაყო, არაფერს არ ეძებ. მოსულია მოსაკლავად. დღევანდელი გადახედვიდან ასე ჩანს. ის რასაც ჩვენ ხედავთ დღეს უკრაინაში რაც ხდება, აი ზუსტად იგივე ანალოგით შეგვიძლია გავატაროთ, რომ ადამიანები იყვნენ მოსული, არა უბრალოდ მიზნის გამო და შორტსაც არ გაუყვანია, სულ სახლიდან გამოიყვანა ერთი 5-დან 8 მეტრამდე კარებიდან. ანუ ეზოშივე ესროლა. წინ ეზო იყო დაახლოებით 30 მეტრო. აი ეს შუა ეზო შუა გულში ესროლა. კარებიდან ჭიშკრამდეც არ მიუყვანია. ანუ იმას არ ჭირდებოდა ამგენის წაყვანა და არაფერი. დედაზე ვფიქრობ, რომ ეთყობა, რომ დაინახა, რომ წაიქცა, შეეწოდა და წავიდა. ან შეიძლება შეწოდა, ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ არ ესროლა. მერე ესენი არ გამოჩენილან და არ მოსულან. ეს ხალხი არავის მერე მოდიოდნენ სხვები და რაღაცები, მაგრამ ესენი არავის არ უნახია. დედა როგორ გამოვიდა? დედა გამოვიდა სხვათა შორის უნიკალური ფაქტია ჩვენი ნაცნობებით დაგვეხმარენ ჩვენი მეგობრები რუსეთში და მათ გამოიყვანეს. და გამოიყვანეს. გამოსყიდით ხო არ ყოფილა? არა. დედა გამოსყიდით არ გამოიყვანია. დედა გავრცელებული ამბავი იყო? ვიცი, გამოსყიდის ამბები ვიცი, დედა ჩვენ გამოსყიდით არ გამოიყვანია. დაგვეხმარენ ჩვენი ნაცნობები რუსეთის სამხედრო შენაერთებში, მაგრამ დედა გამოსვლის დროს მოაწერინეს ხელი, რომ არასდროს არ დაბრუნდება აფხაზეთში პირველი და გამოსვლის დროს არაფერი არ გამოუტანეს. არც საქორწინო ბეჭედი, რომელიც ეკეთა ხელში. ისიც არ გამოაყო. ეკავა მარტო პასპორტი, იყო ერთ კაბაში ჩასმული და ისე გამოიყვანა სოჩის მიმართულებით. იქ ჩემი ძმა დახვდა და ისე გამოიყვანა. როდის გამოვიდა? იმ წლის ბოლოს, დეკემბრის ბოლოს გამოვიყვანეთ 93 წლის.